შაძე მუშაობს. სპორტის სამინისტროსთან ისევ აქცია ლუკა კურტანიძემ პრეზიდიუმის ხდომა დატოვა, თუმცა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად დაპირისპირებული სპორტსმენები დაშლას არ აპირებენ. კურტანიძემ შენობიდან გამოსვლა პოლიციის დახმარებით სამართალდამცველთა გაძლიერებული კორდონის ფონზე შეძლო. პრეზიდიუმმა კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამწვრთნელო შტაბში ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ გახორციელდება 24 ნოემბრამდე შეფასდება ვითარება და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული. რამდენიმე წუთით წინ პირველი კომენტარი გააკეთა სპორტის მინისტრმა ოთარ გიორგაძე ჩაგორთვება პირდაპირ ეთერში ოთარ ასაცილებს უწყების ხელმძღვანელი. ჭიდაობის ფედერაციის 4 საათიანი პრეზიდიუმის ხდომა დასრულდა კონკრეტული შედეგით. ლუკა კურტანიძე არტოვებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს და ასევე საკადრო ცვლილებები არ განხორციელდება არც ერთ ნაკრებში, როგორც ბერძნულ-რომაულ, ასევე თავისუფალი წილით მოჭიდავეთა სამწვრთნელო შტაბებში. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო პრეზიდიუმმა, რაც საკმაოდ დაძაბული ვითარება იყო სპორტის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე დარბაზში, სადაც მიმდინარეობდა ეს ხდომა. ლუკა კურტანიძეს უცოტა ხნის წინ დატოვა სპორტის სამინისტრო. მედიის წარმომადგენლებს დაწყვეტა სურდა, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ პირველი კომენტარი მისგან მოგვესმინა, თუმცა ლუკა კურტანიძემ გაძლიერებული დაცვის ფონზე დატოვა სპორტის სამინისტრო. საკმაოდ დაძაბული იყო ვითარება სპორტის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა მას კომენტარი მედიის წარმომადგენლებისთვის არ გაუკეთებია. ლევი ხაბელოვმა კი პირველი შეფასება გააკეთა პრეზიდიუმის დასრულების შემდეგ, რომელიც ესწრებოდა დღევანდელ ხდომას და ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ორივე უცხების ხელმძღვანელი თვლის, რომ ეს იყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება და ყველას აქვს უფლება ჩაატაროს აქცია, თუმცა ეს ყველაფერი სამართლებრივ ნორმებში უნდა მოექცეს. ნოემბრამდე ჩატარდება 8-9-ში იქნება ევროპის თასი იქნება, ეს თვლები რჩებიან ჩვეულებრივად, გადაყენებული არავინ არ და ხელი არ მოუწერია. ამიტომ ძალა ფაქტიურად დაკარგულად არის ის უბრალოდ რაღაც წინადადებები, ხელი მოწერილი არის და კიდევ მეორდები, რომ არა ბრძანებაზე ხელი არის დასმული თავისის რო იტყვიან ავტოგრაფი და ამიტომ ვფიქრობ, რომ 24-ში, როდესაც შეიკრიბება სამეთვალყურო საბჭო, იქ განიხილავს ამ საკითხებს. ანუ შეიძლება კიდევ ერთი შანსი ეძლევათ ამ მწვრთნელებს, რადგან თქვენ ახსენეთ, კი, ალბათ ეძლებათ. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს პროცესი სამართლებრივი ჩარჩოებიდან არ უნდა ამოვარდეს. დანარჩენი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა აქვს ყველა სპორტსმენს, ადამიანს და ვისაც როგორი სურვილი ექნება, ისე უნდა გამოხატოს, ოღონდ ეს არ უნდა გაცდეს იმ სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელსაც ჩვენ. ანუ არის თორე ოპტიმალური გამოსავალი ეს 2 თვისვა და ამ ეტაპზე ეს არის იდეალური გამოსავალი. ამაზე ჩვენ კონსულტაციები გქონდა ორივე მხარესთან. შემდგომი ეტაპი უკვე იქნება პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრება ორივე მხარეს. ამიტომ მე ვფიქრობ, უნდა გადავიდეს სამუშაო რეჟიმში. ქართული ჭიდაობის სამყარო ზუსტად 2 თვის მანძილზე აქტიურად შეაფასებს არსებულ მდგომარეობას, რომელიც დღესდღეობით ფიქსირდება როგორც შედეგებთან მიმართებაში, ასევე ფედერაციის ხელმძღვანელის მართვასთან დაკავშირებით და სწორედ ამის შემდეგ იქნება კონკრეტული შედეგი გამოტანილი. შეიცვლებიან თუ არა სამწვრთნელო შტაბების წარმომადგენლები, თუ შეიცვლება ჭიდაობის ფედერაციის მმართველი გუნდი. ამ ყველაფერს ჩვენ 24 ნოემბერს გავიგებთ, თუმცა რა თქმა უნდა დილიდან საპროტესტო აქცია იყო სპორტის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ გავესაუბრებთ სპორტსმენებს, ასევე გიდარჩიეს, რომელიც ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელია, მათ ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რომ ეს არ არის გამოსავალი და უახლოესი 2 თვე საკმაოდ დაძაბული იქნება სპორტსმენებსა და ჭიდაობის ფედერაციის მმართველ გუნდს შორის. არ ამგონია ამით რამე შეიცვალოს რა. ისე იგი საერთო აზრია, ეს უმეტესობის აზრია, რომ ამ პიროვნებამ უნდა დატოვოს თანამდებობა რა. და ჭიდაობის ფედერაციას უფრო სერიოზულმა ხალხმა უნდა. ეს კარგია, რომ პრეზიდიუმმა აიღო თავის ხელში, მაგრამ მანამდე არ უნდა მიეცათ ამისთვის ამდენი უფლება. ყველანაირად ცდილობს, რომ გაარეგულიროს ეს კონფლიქტი და მე ვფიქრობ, რომ ეხლა აი ბიჭების აზრი არის რა. ხვდებით, მეც თქვენნაირი გულშემატკივარი ვარ და ვდგევარ მაყურებელი, უბრალოდ ბიჭების გულის ტკივილია ეს ყველაფერი. მე კიდევ მაგ მოთხოვნაზე ვარ, რომ გაადადგეს რა არ არის აქ დასარჩენი. მე ვუთხარი, რომ მე რო ვიყო შენ ადგილზე ამ ადგილს ესე განა რა იშოება ესეთი ფედერაციაში, კაი, რომ აი ყველა თავმოყარებაზე და არავის არ უნდა ხარ და თავის შეაჯავრე.
რიგით მეორე ინციდენტი ბოლო 5 დღეში დღეს დილით დაიწყო სპორტის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც პრეზიდიუმი უნდა შეკრებილიყო სპორტის სამინისტროში, გაანონსებული იყო ეს ყველაფერი 11 საათზე, თუმცა სპორტსმენები ნაადრევად მოვიდნენ და ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელს ლუკა კურტანიძეს ამჯერად კვერცხები დაუშინეს. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მთელი დღის მანძილზე ჩვენ ვცდილობდით მედიის წარმომადგენლები, რომ კომენტარი მოგვეპოვებინა ლუკა კურტანიძისგან, თუმცა ის ამ დრომდე მედიასთან არანაირ განცხადებას არ აკეთებს. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, მაშინ როდესაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს კარი აუჭედეს და ჯერჯერობით უცნობია თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. ბოლო ინფორმაცია, როგორც უკვე მოისმინეთ კომენტარებიდან, 24 ნოემბერს დაელოდება საჭიდაო სამყარო ქართულ რეალობაში და შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რაც შეეხება აქციას სპორტის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორია მოჭიდავებმა დატოვეს და ბოლო ინფორმაციით ისინი უახლოეს საათებში აპირებენ, რომ შეიკრიბონ ჭიდაობის ფედერაციის მიმდებარე ტერიტორიაზე და კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართონ. დიდი მადლობა ოთარ გიორგაძე საუბრობდა სპორტის სამინისტროდან პირდაპირ ეთერში.